პირველი რომ ძალიან კაფიოა ჩვენი პოზიცია, ჩვენი ამოცანაა დემოკრატიული ოპოზიციის, მათ შორის ოპოზიციის ალიანსის, რომ საქართველოს დაუბრუნოთ ევროატლანტიკური განვითარების გზაზე, ის შეწყვეტილი ურთიერთობები აღვადგინოთ, რომელიც იყო დასავლეთთან, მაგრამ მე ვფიქრობ, ამას ძალიან კაფიოდ და ცალსახად ვხედავთ, რომ ამ რეჟიმის პირობებში ეს არის შეუძლებელი. ვფიქრობ, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ, მაგრამ აქვე უნდა გვესმოდეს, ძლიერ საქართველოს სჭირდება ძლიერი მეგობრები ამერიკის და ევროპის სახით და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შეიცვალოს რეჟიმი, არამედ ძალიან სწრაფად აღვადგინოთ ეს ურთიერთობები. ეს იყო ჩვენი ძალიან კაფიო გზავნილი ამ შეხვედრაზე. დანარჩენი რაც შემიძლია გითხრათ, რა თქმა უნდა, საქმის კურსში არიან ყველა იმ საკითხზე, რაც ხდება ქვეყანაში. ვერავინ ვერ შეძლებს ახლა ამ შეხვედრების რაღაცა ისე გაყიდვათ იმით, რომ თითქოს რაღაცის ნორმალიზება შეიძლება მოხდეს იმ პროცესების, რაც საქართველოში ხდება, ძალიან კაფიოდ ხედავენ იმ ძიმე სიტუაციას, რაც არის დემოკრატიის კუთხით, კანონის უზენაესობის კუთხით და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ გასაღები ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარების არის საქართველოში. მე ვხედავ, რომ ქართული ოცნება ცდილობს, რომ აჩვენოს, რომ თითქოს გასაღები არის ვაშინგტონში და ბრიუსელში, არა, მე მათ კიდევ ერთხელ ვეუბნები, გასაღები არის საქართველოში, სანამ რეჟიმი საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობს, სანამ ამ უსამართლობას თესავს აბსოლუტურად ყველაფერში, შეუძლებელია ნორმალიზდეს სიტუაცია ზოგადად ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის ერთი რამ, რომ ეს ადამიანები თავისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებით არ მოქმედებდნენ, ეს იყო სისტემური ძალადობის და დანაშაულებრივი მექანიზმი, რომელიც ჩამოაყალიბა ამ ბოროტების ძალამ, რომელიც დღეს მართავს სამწუხაროდ ქვეყანას და ძალიან კარგად გვესმის, რომ აი აქ რუსთაველზე, როდესაც ხდებოდა და აი აქ ვიყავი მეც, როდესაც მაისაშვილს დაესხნენ თავს, აქვე ლევან ხაბეიშვილს რო დაესხნენ თავს და სხვა ის აქვე გურამ როგავას და სხვა ფაქტები, რომელიც მოხდა, ეს არ იყო ინდივიდუალური ძალადობის გამოვლენა, ეს იყო სისტემური დანაშაულის მაგალითები, რომელსაც ყავს კონკრეტული დამაორგანიზებლები და სანამ ეს ორგანიზატორები არ იქნებიან პასუხისმგებაში მიცემული, ვერ ჩაითვლება ვერ ჩვენთვის და ვერც ვერავისთვის რაიმე კონკრეტულ გადადგმულ ნაბიჯად რეჟიმის მხრიდან. კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს არის უმძიმესი კრიზისი ქვეყანაში და ამ უმძიმეს კრიზისს სჭირდება განმუხტვა, განმუხტვის გზა არის საუბარი ხალხთან და არა ის რომ ვიღაცას მოაჩვენო თითქოს რაღაც საკითხი. შუღო პაპუაშვილმა მიმართა ბატონო გიორგი ევროპას გააგზავნა წერილი, თქვა რომ სივრცე უნდა დარჩეს დიალოგისთვის და უკან უნდა წაიღოს ეს რეზოლუციები ევროპამ, რაც საქართველოს მისამართი, ქართლის მისამართი მიიღო. აი ამას როგორ ახსენებთ? მე ვხედავ ერთ დიდ გარდაქმნას, რომ ქართული ოცნება ფიქრობს, რომ რაღაცა ბრიუსელში გაგზავნილი წერილთან ვაშინგტონიდან ჩამოსულ დელეგაციასთან საუბრით შეძლებს ქვეყნის შიგნით ნორმალიზება სიტუაციის. ცდებიან, სანამ ჩვენ არ მოგვისმენენ, სანამ ხალხს არ მოусმენენ, ვერაფრის ნორმალიზება ვერ მოხდება. ერთ დღეს შენ 7 წელი მიუსაჯო შენი პოლიტიკური გადაწყვეტილებით ადამიანებს და მეორე დღეს რაღაც წერილები წერო ბრიუსელში, ეს არ არის გამოსავალი. გასაღები ბრიუსელში არ არის, გასაღები არის თბილისში, საქართველოში და ეს უნდა ესმოდეს ქართულ ოცნებას. სანამ ძალადობს შენს თანამემამულეებზე, შენ ნორმალური, ასე ვთქვათ, გარემოს ამის ნორმალიზებას ვერ შეძლებ ვერცერთ შემთხვევაში. გადაწყვეტილებაზე კითხავთ, მოკლედ ნახეთ, ხო გადაწყვეტილება 4 ოქტომბრის ნაწილთან დაკავშირებით ზოგადად როგორ ახასებთ ამ გადაწყვეტილებას და აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილება, ეს არის პოლიტიკური დაკვეთით მიღებული გადაწყვეტილება მართლმსაჯულების სასამართლოს მხრიდან და ამაში მე ვფიქრობ, არავის ეჭვი არ ეპარება. ძალიან კონკრეტულ მაგალითს გეტყვით. მაგალითად, პაატა მანჯგალაძესთან მიმართებაში სახალხო დამცველის მოსაზრება დასკვნა, სადაც ძალიან კაფიოდ ამბობს, რომ არავითარი დანაშაულის შემადგენლობა არ არის და ეს ადამიანი გუშინ 7 წლით გაუშვეს ციხეში. ან 71 წლის პაატა ბურჭულაძე, რომელსაც 7 წელი მიუსაჯეს და სხვებსაც. ხო, ეს არის აბსოლუტური უკანონობა, რომელიც ხდება. მე ერთი ამის პირობას ვაძლევ ყველა ამ ადამიანს და ყველა დაკავებულს და ყველა ჩვენს მეგობარს და პარტნიორს, რომელიც ახლა საპატიმრო დაწესებულებაშია, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ეს ხალხი იყოს განთავისუფლებული. ამიტომ 26 მაისს გელოდებით ყველა 7 საათზე, რომ ეს უსამართლობები, რაც ქვეყანაში ხდება, ამას ჩვენ ძლავრი შეკრებით პასუხი გავცემთ. ძალადობისკენ მოწოდება ხომ ნახეთ, ძალადობა ხომ ნახეთ პირდაპირ ეთერში. არავით არის ძალადობა. კიდევ ერთხელ თქვენ ძალიან გინდათ რომ გაასაღოთ ეს რაღაცად, რაც არ არის. მოდი ღიად თქვა, ხო? თუ ვინმე გადავიდა იგივე
პრეზიდენტის სასახლის ეზოში, ისევ თვითონ გადმოვიდნენ უკან. და თვითონ ვინმე გამოყარა ეს ხალხი იქიდან, ან რამე იყო, თვითონ მივიდნენ, გაესაუბრნენ პოლიციას, გამოვიდნენ უკან. ეს დავინახე მე და მე ამას თქვენ ვერ გადააკეთებ. ეხლა ადამიანს ქაღალდი ეჭირა ხელში და ამის გამო საპატიმროში ან გუშინ ახალგაზრდა ადამიანი თორნიკე საუბრობდა სასამართლოზე, რომ შეყვარებულთან იყო, ერთად ჰქონდა შეხვედრა და შემთხვევით აღმოჩნდა იმ სიტუაციაში და დღეს 7 წელი და 5 წელი მიუსაჯონ ამ ადამიანებს საპატიმროდ, ეს არის უსამართლო. კიდევ ერთხელ გეუბნევი და ხაზგასმით ვამბობ. ეს ხალხი, რაც მოხდა იმ დღეს, დეესკალაციაც იმ მცირე, ასე ვთქვათ, ინციდენტის მათ თვითონ მოახდინეს. ამოიღეთ კადრებიდან ნახეთ, ვინმე გამოყარა პრეზიდენტის სასახლიდან ეს ხალხი? პრეზიდენტის რეზიდენციაში ძალადობრივად შევარდნა უბრალოდ შესვლა. კიდე ერთხელ გეუბნევით, ეს არის ტყუილი, რასაც თქვენ ამბობთ. და ხაზგასმით ვამბობ. ერთი წუთი, არა და კიდე ერთხელ ვამბობ. ძალადობა არის, როდესაც შენ ჭრი ღობეს და ის ადამიანები, ვინც პირველად მივარდნენ იმ ღობესთან, იმას არ პოულობ და ეს ძალიან კარგად არის დაფიქსირებული, ვინც ეს ასე ვთქვათ ინციდენტი წამოიწყო და ადამიანები, ვინც თუნდაც გადავიდნენ ღობის იქეთ და მე თვითონ გადმოვიდნენ უკან, მათ თქვენ მოძალადეებად მიიჩნევთ და უფრო მეტიც, პაატა მანჯგალაძე, რომელიც საერთოდ იქ არ იმყოფებოდა, 7 წელი მიუსაჯდა, ამაზე გამეცით პასუხი. რატო გინდათ ყველაფერი? კიდე ერთხელ ვამბობ, რომ არავითარი ძალადობრივი დამხობისკენ მოწოდება არ ყოფილა. ეს იყო ძალიან კონკრეტული ქმედებები და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამთ და იმედია ერთხელ მაინც გაუშვებთ ჩემს კომენტარს სრულად და აჩვენებთ ადამიანებს, რომ თუ ვინმე გადავიდა იმ ღობის იქეთ, თვითონ გადმოვიდა იმ ღობის აქეთ და არავის არ გამოუყვანია ძალით იქედან და ეს არის ფაქტი, ეს ერთი. მეორე, პაატა მანჯგალაძეზე გამეცით პასუხი. სად იყო იქ პრეზიდენტის სასახლესთან საერთოდ პაატა მანჯგალაძე? ან ვის მოუწოდა საერთოდ პაატა მანჯგალაძემ ძალადობისკენ 7 წლით რო ჩასვით ეს კაცი ციხეში? და თქვენ ჟურნალისტებს ასევე გეკიცრებათ პასუხისმგებლობა, რომ ადამიანების უსამართლო ციხეში გამწესებას ხელი არ მოაწეროთ, იმიტომ რომ არსებობს ადამიანობა, არსებობს მორალი და არ შეიძლება ყველა სიცრუე, რომელსაც საუბრობს ძალადობრივი რეჟიმი, თქვენ მიასაღოთ ხალხს, როგორც სიმართლე. კიდე ერთხელ გამეცით პასუხი გამეცით. სად მოუწოდა და ვის მოუწოდა პაატა მანჯგალაძემ ძალადობისკენ? მეორე, გამეცით პასუხი, სად იმყოფებოდა, საერთოდ სად დაინახეთ პრეზიდენტის სასახლესთან პაატა მანჯგალაძე და მაშინ მესამე გამეცით პასუხი, 7 წელი რატომ მიუსაჯეთ ამ კაცს? ამაზე გამეცით პასუხი, ესე ხო არ არის რომ რაღაცა განზოგადებულად საუბრობთ? ხალხო, ოჯახები ყავს ამ ხალხს? არა, პაატა მანჯგალაძეს ღიად გეუბნევით, არა მარტო მე ვამბობ. სახალხო დამცველიც ამას ამბობს, რომ არ ჩაუდენია დანაშაული და აბა მიდიდა კიდე ერთ დანარჩენზე კი არა, კიდე ერთ არც დანარჩენს, მაგრამ კონკრეტულად ნუ აზოგადებთ ამ საკითხებს. ერთხელ მაინც გაბედეთ და გაუშვით სიმართლე თქვენს ეთერში. უსამართლოა, რომ დღეს ეს ხალხი ციხეშია, უსამართლოა, რომ პაატა მანჯგალაძე 7 წლით გაუშვით ციხეში. ჩემი მეგობარი არის დღეს ციხეში და თქვენ ამას ხელს უწყობთ და ერთხელ მაინც იყავით აქ ალიანსის ეს იყო ალიანსი იყო წარმოდგენილი, ჩათვალეთ ნაცმოძრაობაც იყო წარმოდგენილი, მე კოალიციაში ვიყავი ნაცმოძრაობასთან ერთად და მე აქ როცა ვიყავი ვაჟღერებდი ნაცმოძრაობის პოზიციასაც და ძალიან გთხოვთ ამას რაღაცა ნიკა გვარამიას პოზიცია გითხავთ, გეხვეწებით რა, მოკლედ გუშინ ნახეთ საკმაოდ სელიფოსი დაწერა ნიკა გვარამიას. არ მინახავს მე და ვერ გავაკეთებ. ზოგადად ანუ ამ ოპოზიციურ საქმიანობასთან დაკავშირებით და მოწოდება ალიანსის მიმართ ოპოზიციის მიმართ, რომ თუ თანხდები ბიძინას წესები ჩატარებულ არჩევნებს, ესე იგი ხელს უწყო ბიძინას თან. ჩვენ მომავალ კვირაში, ერთი წუთი, ძალიან მკაფიო ჩვენი გვაქვს რამდენიმე შეხვედრა დარჩენილი საზოგადოებრივ ჯგუფებთან, არჩევნები როგორ უნდა ჩატარდეს და რა წესით, ამაზე გვექნება ძალიან კონკრეტული განცხადება. თავად ბრძოლის გზა ან როგორია გზა? ირაკლი ღარიბაშვილის სახელი და გვარი თავად მისთვისაც პრობლემური აღმოჩნდა, როგორც ჩანს, იმიტომ რომ მისი ოჯახის წევრი აპროტესტებს სოციალურ პროვოკაციულია ეს ანგარიში ალექსანდრე ხანაზაშვილზე საუბრობ, პროვოკაციულია და მოკლედ მისი პოლიტპატიმრის სტატუსს თავად ღარიბაშვილის ოჯახიც აკეთებს. თქვენი აზრით რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, რისი მცდელობა პატიმრის? მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ოჯახის წევრები ილუზიაში არიან, რომ თუ ასე ვთქვათ, მეტად დაუხრიან თავს რეჟიმს, უფრო მალე გაათავისუფლებენ საკუთარ, ასე ვთქვათ, ოჯახის წევრს საპატიმრო დაწესებულებიდან და მე ახლა ნამდვილად ოჯახის წევრებზე ბევრს ვერაფერს ვერ ვიტყვი.